კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სტუდიაში. და დღეს ესეთი გამორჩეული სერით გიერთდებით, სადაც ორი ქართველი გამოჩენილი სპორტსმენი გვეყოლება, რომლებმაც თავისი ძალისხმევით ბევრ წარმატებებს მიაღწიეს. და დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ ისინი ჩემი სტუმრები იქნებიან. რაც შეეხება ეთერს, მაქსიმალურად ვცდილობ შევარჩიო ისეთი სტუმრები, რომლებსაც საკუთარი პროფესია გამორჩეულად უყვართ და რასაც აკეთებენ სიყვარულით. ეხლა კი დროა სტუმრებს შევხვდეთ. მეგობრებო, გიბრუნდებით ჩემს სტუმრებთან ერთად და ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიძლიერეს ვგრძნობ მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და მახარებს, რომ ესეთი წარმატებული ქართველები მყავს სტუმრად იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც დიდი ხანია თვალს ვადევნებ, დიდი ხანია მათ გულშემატკივრობ და დროა ეხლა ჩემი სტუმრები წარგიდგინოთ. ლიანა ჯოჯოა, პრივეით. და რუსლან ბოლქვაძე. დიდი მადლობა. კიდე ერთხელ როგორ მესტუმრეთ. კიდე ორჯერ ზევიდან დიდი მადლობა, რასაც მიაღწიეთ ქართული სახელი და გვარით. ეს არის წარმოუდგენელი ამხელა სამყაროში და ვაფასებ ძალიან. აბა როგორ მოგწონთ ჩემი გარემო? მე ვფიქრობ, რომ მოდელიანა დაიწყეს და ბატონებს დავუთავ. მე ძალიან მომწონს. ძალიან დიდი ხანია რა დამიხატია არაფერი და ახლა ერთი სული მაქვს. ფათაშორის გავიგე რომ ხატავ. კი, ნუ მაგარი მხატვარი არ ვარ, მაგრამ მამაჩემი ძალიან მაგარი მხატვარი არის და რაც პატარა ნიჭი მეც მაქვს. ძალიან მოხარული ვარ, რომ არის შენში ხელოვნების ის ნაწილი, რასაც ეხლა მიუყვებით. მაგრამ აი ამ ადამიანის ხელოვნებაზე არ ვიცი. რაღაცას მეც მალავ ჩუმჩუმად. შეიძლება მეც რაღაცების ხატვა ვიცოდე ამ. შეიძლება სულზედა დავტოვოთ. რაც შეეხება აქაურობას, ძალიან მაგარი ატმოსფეროა, რაც თავარია. დადებითი თავარია სახეზე კარგად ხატავ. რაც თავარია. სახეზე. ამ მომენტში თქვენი მყოფებით ეხლა ჩემს რინგზე, სადაც მე მოგვაწეო ფასი ხო. ეხლა რაც შეეხება მიზეს, რატომაც ხარ ჩემთან არის ჩემი პალიტრა მაგი და სადაც ესეთი ორიგინალური თამაში მაქვს მოფიქრებული და სადაც მოგიწევთ ცოტა ხნით პროფესიები შეიცვალოთ, სამხატვრო ტანსაცმელები ჩაიცვათ და ეზიაროთ ჩემს ხელოვნებას. თუ ხართ მზად, შეგვიძლია გორიალები მოგიგონოთ. მზად ვარ. ჩემპიონო, დაასვენე კამარი მაგიდოსი, არ არის პრობლემა. დავუბრუნდებით ლიანას გორიალად. ლიანა, კეთილი იყოს ჩემს 7 ფერის მისიაში შენი მობრძანება. მატერია არის ის, რაზეც დავხატავთ, მაგრამ არ ვიცით რა ამოგვივა. საშუალო ზომის სტილო ამოგვიდა. საშუალო ზომის სტილო. კარგია, მშვენიერი ზომა. და ეს კურსელი აქვს? პირველი. წავედით. იდეა. შემდეგ. ეს უკვე საინტერესო უკვე. ხო, მოყვება ნაირი რაღაცეები. დაურეკე მეგობარს და კითხე რა დახატო. საინტერესო. შეიძლება. მეგობარი, რასაც გეტყვის ის უნდა დახატო? ვაუ, საინტერესო. ვის დაურეკავ? დედაჩემში. რა თქმა უნდა, დედაჩემი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. იცის მაინც რაც ხატავდა. ძალიან კარგი. მართლა შეგვიძლია გავაკეთოთ. და ეს შემდეგ ვიუყვებით ამისიებ. წავედით რესურსები. ის თუ რითი დავხატავთ. უბრალოდ რთულდება როგორც ვთქვა. გამოიყენე კოუზი. გამოიყენე კოუზი. ანუ კოუზით უნდა დავხატო? ნახე მე ამ მომენტში ბევრნაირი კოუზები მაქვს ზომებში. ესეც კოუზია. შეგიძლია რამე საღებავი ჩაასხა და ისე საყვარლად გავუკეთო, რომ ამას ფაქტურას შევ. საინტერესო. გარემოების დროა. ხელის შეშლის ჩემპიონატი ძალიან კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ რომელზეც ერთ მოლბერძზე, შენ მეორე მოლბერძზე, ლიანას იმის უფლება აქვს, რომ რამდენჯერაც უნდა მოვიდეს და შეგაწუხოს. ან აი ყურზე რაღაცგან, ან ამიგდი ხელს უშლი მოკლედ ხატვაში შენს რაღაც დამანოკაუტოს ცოტა. არა. ყოველგვარი სისხლის და ძალადობის გარშე უბრალოდ ხო. ეს აპოვოთ ძალიან კაია. ხელით შეშლის ჩემპიონატი. ან შეგიძლია საღებავი რაღაცა, არ ვიცი. ეხლა რა მოუვალეთ. დახმარება. შეგიძლია დაამატო შეგიძლია დაამატო ერთი რესურსი. ნიშნავს რას? რაც შენს მოწინააღმდეგეს ამოუვა და მე თავის გორიალას რესურსებით გაავსებ, შენ შეგიძლია მიხვიდე იმის გორიალას და ნებისმიერი შენ გადაბადო. შენთან. კაი რაღაცები აირჩი. მე შეიძლება მოგპაროს. წავედით, გამომწერებით. ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კაფსულა, სადაც ჩვენი მეგობრები წერენ რაღაც იდეებს, გვიგზავნიან და უბრალოდ შეიძლება ნებისმიერს ამოვიდეს მან. კითხვა მაქვს, რა გახალისებს ყველაზე მეტად? ბევრი რამ ახალისებს. ნუ პირველ რიგში გარემო, სადაც ვარ, აი გარემოება მართალია. სახში, აი თუ
ძაღლი კატა მყავს, მშობლები რო არიან სახლში, მახალისებს ყველაფერი რომ ვიღვიძებ, ეგრევე ყველას მოვიფერებ. ოჯახური გარემო. კი, რომ მოვიფერებ ყველას. შესანიშნავი პასუხი იყო. ოჯახური გარემო. დავიდი, ბოლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა გადაწყვიტავს შენს ნახატს ბოლოს რა ბედი ეწევა. აუქციონი. შესანიშნავია. ეხლავე მინდა აუღნიშნო აქ. მემკვიდრეობაში სამი ფურცელი ყრია. ერთი წერია აუქციონი, მეორე ნახატი მიაქვს შემსრულებელს და მესამე ნახატი შეება სტუდიაში. მაგრამ რადგან საქმე აუქციონზე მიდგა, კონკრეტული დღე და რიცხვი შეგვიძლია ჩავნიშნოთ და შეიძლება ჩვენს მაყურებლებს და ჩვენს გამომწერებს მიიღონ აუქციონში მონაწილეობა, შენი ნახატი შენი ნებართვიდან გამომდინარე შეგვიძლია გავყიდოთ სოლიდურ ფასად ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თუ შენ თანახმა იქნები, შეგვიძლია აუქციონს დავჯერდეთ. რა თქმა უნდა, კი. 100% აუქციონის შემოქმედის არის. თუ გინდათ დაიწყოთ. თქვენთვის დავხატავ. კარგი, მაგაზე მე რა მიმრჩელოთ, მაგრამ ლიანა, მოკლედ, შენი მისიები უკვე აირჩიე, შეგიძლია შენი გორიალად სამხატვრო კუთხეში გადაინაცვლა და ეხლა რუსლან იჯერია. აბა, ეს უნდა წაიყო. ალბათონო გაგადან თამას. რუსლან, მზად ხარ? მზად ვარ. დავიდი, ძმაო. წავედი. მატერიის დროა. მატერია, რაღაცა ისეთი უნდა ვირჩი. ყოზი და რამე ისეთი. არა, ჯერ რაზე დავხატავთ, ეგ უნდა გავაკეთო. ხო, მინდა რომ დიდი იყოს, ანუ გრანდიოზული. რა თქმა უნდა, დიდი ზოლის რომ აქ არანაირი ჩაწყობა არ არის. გრანდიოზული. ეს პირველი. ძალიან კაი, დავიდი. დავინაცვლეთ იდეა. მოიფიქრე ნოდოსთან ერთად. რაღაცა ისეთი ძალიან კაი, შემიძლია დაგეხმარო მაქსიმალურად, მაგრამ გმსჯელოთ ეგეთ პროფესიონალ ნოდოსთან ერთად. გეხმარები ბოლომდე. რაღაცა მამაკაცური სოლიდარობა. არ არის პრობლემა. მე მაგარი იდეები მაქვს უკვე მოფიქრებული. ხო? კი. რესურსები. აბა, ახლა ჩაურიოთ რაღაც $10. მე რაღაცებს ვიშ. შენ მოვიპარე. გამოიყენე თმის რა? გამოიყენე თმის ფენი. თმის ფენი? საინტერესოა, ძმაო. მე არ უნებდები, რაც იქნება, ეგ იქნება. თმის ფენი დაგიხატავ სადესმე. სხვათა შორის ჩემმა რამდენიმე სტუმარმა უკვე გამოიყენეს თმის ფენი, ერთ მისიაში ამოვიდა. შემიძლია რომ გავაშრო პირველად ნახატი. აი მაგალითად თუ კონკრეტულ მონაკვეთზე ცოტა მეტ საღებავს დაასხავ და თმის ფენით დაუბერავ. მინდა რომ გავშალოს ჩვება. კი და მასეთ ორიგინალურ რაღაცებში ვიყენებ ხოლმე. ოკეი. დავედი. გარემოების დრო. გარემოება. გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია. შეგიძლია ამოიჩიო ნებისმიერი ინსტრუმენტი კონკურენტის გორიალადან. მე მგონი პირიქით ის მისია რომელიც შენია. მაგის საწინააღმდეგო. ხო, ამის საწინა, ანუ თუ შენ ამას რამეს მოპარავ გორიალადან, ამას შეუძლია უკან დაიბრუნოს. მაი მაგის ფურცელი ხელში შახმატი ზუსტად. კარგი, დავედი. შემდეგი. წავედით. დახმარება. დახმარება. ნოდოს არ აქვს დახმარების უფლება. ვაუ, საინტერესოა. მაგრამ დახმარებაში რა იგულისხმება? მე არ მაქვს უფლება შევეხო შენს ნახატს. ანუ მაგალითად ლიანას შეუძლია მე მთხოვოს და რაღაც კონკრეტული კონტური გავუსწორო, ანუ რაღაც ეფექტი იქნა, მაგრამ მე შენ მხოლოდ სიტყვერად შემიძლია დაგეხმარო და არა ტექნიკურად. ოკეი. წავედი, გამომწერები. ნუ ჩვენ ბეთს ჩვენივე ხელით ვირჩევთ. გამომწერებო, კიდევ ერთხელ დავამატებ. შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ ნებისმიერი კომენტარი ან კითხვა, რომელიც ჩვენ სტუმრებს უკან მიუვათ. რა იყო? საინტერესოა. აბა რა ამოვიდა? დაიწყე ნახატი ცაცია ხელი. ერთ-ერთი აი მისია მოუწია გამომწერს შენთვის. ოკეი, საინტერესოა. არ ვიცი ეს ვინ დაწერეთ, მაგრამ თქვენი მისია ჩვენამდე მოვიდა, მეგობრებო. ეს გამომწერმა რაღაცა მოქმედება შემოგთავაზა. ეს გამომწე. ახლა დაგვჭა რა? მემკვიდრეობა. ნამუშევარი მიაქვს შემსრულებელი. ილოცავ. ვაუ. მაგარი საკუთარი ნახატი. საკუთარი ნახატი. საკუთარი ოთახის კედელს და შევეცავ. მაგარი იქნება ძალიან. მოკლედ, ჩვენ შვიდივე მისია ამოვირჩიეთ. წავედით, დასახად კუთხეში გიშვებ. მოკლედ, ჩავიცით უკვე საღებავებით დასრულებით. კომბინეზონები, ჩვენი ტილოები მოგბერძე მოვათავსეთ, ჩვენს მისიებს გადავხედეთ, მაგრამ რუსლან ერთი მისია ელოდება ლიანას წინ. საინტერესო მისია. ლიანა, მოიმარჯვე ტელეფონი, დაურეკე შენს ერთ ნებისმიერ მეგობარს და კითხე რა დავხატოთ. თუ საიდუმლო არა ვის დაურეკავ რო გითხრა? დედაჩემს ურეკავ ჩემ. დედიკოსო. ახო, მეგობარი. რა თქმა უნდა. ალო, დე, როგორ ახარ?
და ნოდოსთან შოუში ვარ და არის ესეთი დავალება, რომ ყველაზე ახლო მეგობარს უნდა დაურეკო და ვიფიქრე შენთან დაურეკა. ხო და მე ვარ შენი მეგობარი? კი, ხო და მინდა რომ ამოირჩიო დავალება არის რა დავხატო. რა დახატო? ცხენი? ცხენი? რა თავში მოგივიდა ცხენი? ცხენები. კარგი. პროადვილი რამე კაი იქნებოდა, მაგრამ მადლობა. დიდი მადლობა შენ ყველაზე უახლოეს მეგობარს, რომელმაც სხვათა შორის აღნიშნა, რომ შენ ძალიან მიყვარს ცხენები. კი. და ეხლა წაყვანილი მყავდა დედაჩემი ფრანჩოზე ცხენებთან და რო დაინახა როგორ მიყვარს ცხენები, მითხრა შენ სოფელში ცხენებთან დაიცხოვრო. ვა, რა მაგარია. მოკლედ, ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ ლიანას იდეა, რაც დავხატავთ, მაგრამ უსლა შენთან ვარ ზმაო ძალიან რთულად, იმიტომ რომ ჩვენ ერთად უნდა მოვიფიქროთ შენი იდეა. ჩვენ მე უკვე ვეღარ დამირეკავ. მოდი მე მაქვს ასეთი იდეა, ღრმა ბავშვობიდან ხატავდი რაღაც პეიზაჟებს. და მოდი გავიხსენოთ ბავშვობა და თუ რაღაცას დავაკლე, მე შენ დავეხმარებ შენი პროფესიონალური შეხედულებით და რაღაცა ჯამში გამოგვივა საინტერესო ჩემი აზრით. მოყვებით ბოლომდე. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ უკვე გავიგეთ რისი დახატვა მოგვიწევს. ეხლა თავარია გადავიდეთ რესურსების კუთხეში და ავარჩიოთ ჩვენი რესურსები. ქალბატონებს დავუთმოთ მაშინ ასპარეს. კი ბატონო. დიანა, შენი გორიალა ეხლა ის დაატრიალდები. წამოაგორიალე. ესევე მოგორდები, შეგიძლია ნებისმიერი ფერი, რომელიც შენ მოგესურვება, აირჩიო. მაგრამ შენს ერთ-ერთ მისიაში წერია, რომ ვალდებული ხარ გამოიყენო კოუზი. ამ მომენტში ბევრ ჩვენს მაყურებელს ეგონება, რომ სამზარეულოს კოუზზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა. სამხატვრო რესურსებში ჩვენი სამხატვრო კოუზი დაახლოებით აი ესე გამოიყურება. სამხატვრო ნიჩაბი. ჩემი. კარგი, ფუნჯების დროა, მაგრამ ამ მომენტში რადგანაც კონტურები გვაქვს გასაკეთებელი, მე რჩევას მოგცემ ბიძო, ცოტა პატარა ფუნჯები აგვერჩია. კონტურებისთვის ყოველთვის პატარა ფუნჯებს ვიყენებთ, რადგან შემდეგ დიდი ფუნჯების ფაქტურა ძალიან მარტივად ფარავს და ნახატი ორიგინალური გამოდის. ჩემი სამი ფუნჯი მეგეხმარებ. რახან ჩვენ ვხატავთ ბუნებას, ფერები უკვე ვიცი, რაც დაგჭირდება. რა ფერია ბუნება? ბუნება არის მრავალფეროვანი. კარგია. ანუ რა? დიდი მადლობა. დაგჭირდება, აი მთები, რაღაც ისეთი სიმწვანე რო იყოს, ეს ფერი დაგჭირდება აუცილებლად, ცოტა ისეთი ღიამწვანე, დაგჭირდება აუცილებლად ლურჯი ფერი. ნელ-ნელა პასუხობს რა ფერია ბუნება. ხო, ამ მომენტში მწვანე და ცისფერი. ხო, ახლა მე ვეძებ ფერს, ყავისფერი. ცოტა ისე აი ხეს ქვედა ნაწილი რომ ამითაც და აი ამის შერევითაც შეგვიძლია მივიღოთ ისეთი ყავისფერი რომ ეს ლიანა მიქედან გადმოგზახა ფერების გაცვლას შეგვიძლია. რა კაი გოგოალია, ჩვენ ასევე დაგჭირდება ყვითელი ფერი. ყვითელი ფერი არის, ნუ ასოცირებული მზესთან და ნუ რაღაცა ისეთი ფერების ის გამოგვივა კომბინაცია, რაღაც ღია ფერების კომბინაცია და რაღაც ისეთი იქნება რა. კაი შედეგი გამოგვივა ჯამში, ესე იგი. ნუ პრინციპში ეს საკმარისი არის და თუ რაღაც მე კიდე დავბრუნდები, ხო შემიძლია? რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რითი გამოვიყენოთ საღებავები? შეგვიძლია ფუნჯებითაც ვისარგებლოთ, მაგრამ რადგანაც შენი ტიპო დიდი ზომისა, ეგრეთ წოდებული როლიკებითაც შეგვიძლია უბრალოდ გავაფერადოთ ჯერ, რომელსაც მერე გადავახატავთ და სხვა. მაგარია და რესურსები idеალურია და შეგიძლია სამხატვრო კუთხეში გადაინაცვლო. გადავა. წავედით. მოკლედ, მეგობრებო, ასეთი დავალება მოგვივიდა. ხატვას ვუწევ მარცხენა ხელით და რის დახატვას ვაპირე, რის დახატვას ვაპირებ გეტყვით. ვაპირებ ბუნების დახატვას. დავიწყოთ მზის დახატვა პირობითად. აბა როგორ ზეცახა. ახლა ვნახოთ როგორ მზეს დავხატავ. იმედია ისეთ მზეს დავხატავ რომ
როგორც იქნა ნამუშევრები დავასრულეთ, მთელი ღამე ვხატავდით, არ დაუსვენიათ შენ სტუმრებს. ძალიან მინდა რომ 1-2 კითხვა დაგისვათ ორივეს და გავიაროთ კიდევ ერთხელ ის კონკრეტული პროფესია, რაც ეხლა ჩემია. მე ჩემ პროფესიით დაგხვდით აქ და ცოტა ხანი გაგიზიარეთ ჩემი სკილები, გაგიზიარეთ ჩემი ტექნიკა და შესაძლებლობები. მაინტერესებს რა გამოცდილება მიიღე ამ ბოლო 2 დღეში. გამოცდილება კიდე ხატვა უნდა დავიწყო ახლა უეჭველი ვიცი. ანუ ადრეც ხატავდი და დავანებე თავი, მუზა არ მქონდა ესე თქვა და ახლა მივხვდი რომ ყველაფერი უნდა ვცადო. ანუ ახლა რანდომურად რომ დედაჩემს შევეკითხეთ რა დავხატო და ცხენი ცხოვრებაში არ დამიხატია და просто უნდა ცადო. გამოგივა ყველაფერი. გამოგივა ყველა, კი, მართლა. ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, ყველაზე მნიშვნელოვანია ცდა. და სულ რომ 5-ჯერ და 10-ჯერ ცადო და არ გამოგივიდეს მე 11-ად, გამოგივა აუცილებლად. კი, ამიტომ ეხლა ისეთი სტუმრები მყავდნენ რომ მიყვარს მე ამათი მოტივაცია ის რასაც აძლევენ სხვებს და ყველაფერი გამოგივა. კი. აბა შენ რა გამოცდილება მიიღე ამ 2 დღეს? მე რა გამოცდილება მივიღე გეტყვით, რაც სავარე ვარ რაღაც მაქსიმალურად ემოციურად დატვირთული, ნახატით რითით დავხატეთ. ვისი ამოვნე ემოციურად ძალიან მაღალი დონის ემოციები მივიღეს. სმარტლეობრივად. მაყოფილი ვარ და ეს ჩვენ რაც დავხატეთ, მაგას ხატავდი ბავშვობაში. და ახლა იქიდან ის ნოსტალგია გადმოვიტანე აქ და კიდე აი რისი თქმა მინდა იცი აი ჩვენს მაყურებელს გადავაცადენო ხო არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიით ხარ დაკავებული ყოველთვის შეგიძლია რომ ეს ხატვა იქნება თუ რამე სხვა ხელოვნება იქნება აი კონკრეტულად მინდა რომ ხატვაზე და ეს არის რაღაც რაც შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც შენს მენტალურ მდგომარეობას მოუხდება ასე რომ ხო შეგიძლია კი დამშვიდება როგორც თერაპია რო ჩავაქსოვოთ და შეგიძლიათ დაძდეთ დახატოთ დამშვიდდეთ და აი გეხმარებათ ეს ყველანაირად და თქვენი ნეგატიური მდგომარეობა თუ რაც იქნება, განიტვირთოთ და დარელაქსდეთ. სიტყვასაც კი ვერ დავამატებდი, მე მგონი ისე კარგად დაახასიათა თავის მდგომარეობა და ამ მომენტში ეს გამოცდილებები რაც მიიღეთ, გამიხარდა, მაგრამ ეხლა ჩვენი მაყურებელი ერთი სული აქ ნახოს ამ თეთრი ფონის უკან რა ხდება? რა იმალება. მაგრამ შეგვიძლია ბიჭებმა მანდილოსაც დაუთმოთ. რა თქმა უნდა. თავისი ასპარეზი და როგორც ყოველთვის. ლიანა, მოკლედ ყველამ დახატის დაწყების წინ იცოდა რომ ხატავდით ცხენს, მაგრამ მოდი ახლა მაყურებელს შენი ცხენი ვარ. აბა როგორ ცხენია საინტერესოა. კარგი, 3, 2, 1, წავედი. ბრავო, აი აპლოდისმენტები. ჩემგან ნამდვილად ძალიან ლამაზია. გოგოშკური ცხენი რა არის? გოგო ცხენია, ჩვენ ძალიან ლამაზია. რადგანაც მე ცოტა კრიტიკულად ვიყავი თქვენ მიმართ განწყობილი, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ჩემს ასპარეზზე გადმოსულები, ძალიან მომეწონა რომ მიუხედავად ცხენის ფორმებისა, ხო ძალიან განსხვავდება რაღაცნაირად ზომები ერთმანეთისგან, მაგრამ იმდენად ინდივიდუალური ცხენი აღმოჩნდა, რომ თან აღნიშნა ლიანამ, რომ ცხენი არასდროს არ დაუხატავს. ვიფიქრე და ძალიან გავს ჩემ პირველ ცხენს, რომელზეც ვსწავლობდი ჯირითობას, ერქვა ფენია, გოგო იყო ზუსტად. ფენია? მაგარი ინტერესოა. და ზუსტად წაბლისფერი იყო. შესანიშნავი სახელია, მოკლედ ბევრიც კი არ უფიქრია ლიანას და თავისი ცხენის სახელი დაარქვა. ფენია, ხო? და მის ნახას ქვია ფენია. დღეიდან ძალიან მადლობელი ვარ რომ კიდე ერთხელ პირველ რიგში დედიკოს მადლობა რომელმაც იდეა მოგვაწოდა, მეორე რიგში შენ მადლობა რომ არ იუარე და კიდე მადლობა რომ რაღაც ისეთი ტექნიკები გამოიყენე რაც უკვე ცოტა ახლოს იყავი იმ შედეგთან რაც მინდოდა რომ მიგვეღო და მესამე კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ ანუ აი დღეს მე ჩემ განაცემაში თქვენი ორი მხარე დავინახე როგორი ძლიერები ხართ აქეთა მხარეს და მეორე მხარეს როგორი შვიდები ხართ. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ პირველ რიგში შენი შედეგი უკამაყოფილესი ვარ. ეხლა ძმაო შენთან უნდა გადმოვიდეთ. შენთან გადმოვიდეთ. სანამ რამდენიმე კითხვას დაგისვავ, მოდი პირდაპირ ნახატი ვანახოთ ჩვენს მაყურებლებს, იმიტომ რომ ძალიან გადევნებდნენ თვალ პროცესში და მაგრამ სანამ გადავალთ მის შემოქმედებაზე, მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ მთელი ცხოვრება ცდილობდა დაეხატა უფროსებისავით, მაგრამ როცა გახდა უფროსი, მე მთელი ცხოვრება ცდილობდა დაეხატა ბავშვი. კი, ზუსტად და დღეს ჩვენ ეს ტექნიკა ეხლა გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეჟინიჭი დავინახე, მაინც ეს ბავშვური მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, გამოიყენა და მე მგონი დროა ნახატი ვანახე. ბაჩენ, ხო სამისულად. კარგი, 1, 2, 3. აი ასე არის ჩემი ნახატი და აი რამოდენიმე სიტყვით რომ ანუ რა ხდება
ეს არის ზოგადად ყოველთვის კავშირი ხო? ეს მაგარი სტუმარი ყოს, ეს იყოს აქ. ჩემი მეგობარი ერთად დავხატეთ ეს ამის იდეა იყო. ეხმარებოდა ტიუფი. მოკლედ ეს თავისუფლება ყოველთვის მთები და ეს ჯერ პირველ რიგში რაღაც თუ ქართულ რაღაცასთან იყო დაკავშირი რაღაც მთები, თავისუფლება. ხო ხვდებით ეს მთები აუცილებლად და მე რაღაცა ის მდინარე, მდელო, სკოლა, სადაც არის სკოლა, სადაც არის ბავშვობა, ის ყოველთვის ნოსტალგია მაქვს ბავშვობაში ერთელი სკოლა და მე სადაც ცხოვრობ დაახლოებით იგივე პეიზაჟი იშლებოდა დაახლოებით რო გითხრათ და მაგასთან არის დაკავშირებული ეს ჩამომივარდა. არა უშავს. იცი რა მომეწონა ძალიან? ყველა გზა რომ სკოლაში მიდის. კი, ყველა გზა რომ მიდის სკოლაში, ესეც ერთ-ერთი იდეა ჩატო რომელიც იდეა რომ აი რომ გუთხრა ჩვენს მაყურებელს და დამწყებელს ვინც არიან განსაკუთრებით რომ ეს სკოლა აუცილებლად არის მნიშვნელოვანი თქვენი პიროვნული განვითარებისთვის, პიროვნული ზრდისთვის, ყველაფრისთვის. შეიძლება იყოთ მაგარი სპორტსმენები, შეიძლება იყოთ მაგარი ადამიანები, მაგრამ უფრო მაგრები იქნებით თუ გექნებათ განათლება. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესანიშნავი ახსნა იყო და მოკლედ გვაქვს ცოტა სპორტიც, გვაქვს განათლება, გვაქვს მდინარე, გვაქვს მთები, ჯანსაღი ცხოვრება, შესანიშნავი ამინდი გვაქვს და იდეალური ლანდშაფტი. ძალიან მომაწვა რაღაც ჩემი სოფლის ნოსტალგია, დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურები ნებისმიერ სოფელში, მაგრამ კონკრეტულად მთიანი რეგიონები საქართველოში იმდენი გვაქვს, რომ დღესდღეობით ცოტა მოფრთხილება აკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჩვენი თაობა მივლენ იმ მომენტამდე, რომ ავითვისებთ ქალაქებზე მეტად სოფლებს, რომლებიც აი ესეთი ჯანსაღი ადგილები გვაქვს, სადაც სუნთქვაც კი ესეთი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ სპორტსმენი ხარ. ამიტომ მაყოფილი ვარ მეც შენი ამ სტილით, ამ აი რაღაცა ბავშვური რო ამოიღე და კილოზე რო დადე. მაგრამ ეხლა სახელია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ნახატს თავისი სახელია. აჰა, ბავშვი. რას დარქმევს შემოქმედი თავის შემოქმედებას? რახან ეს ყველაფერი ასოცირდება ბავშვობას. მოდი ამ ნახატს დავარქვათ შესაბამისი სახელი და დავარქვათ როგორც ბედნიერი ბავშვობის სახელი. ბედნიერი ბავშვობა, იმიტომ რომ როცა ზოგადად ბავშვი იქედან რაღაც თავისუფლებაზე რაღაცაზე ფიქრობს, ხო, რაღაც უკვე სამომავლოდ გეგმავს. როცა ადამიანი არის თავისუფალი და როცა არის შეზღუდული, როცა არ არის გუდავე, უფრო მეტი გასაქანი გაქვს ყველა მხრივ რო იცოდეთ და ესაც კავშირში არის ამას. შესანიშნავია. ორი ესეთი განსხვავებული ნამუშევარი შეიქმნა ერთ დროს, ერთ ლიანასავით მაგარი მხატვარი ვარ, მაგრამ ძალიან მაგარი თების მithmet ძალიან. საბოლოოდ თუ ხარ ყოფილები, აია პატარა აქტივობით, რომელიც რაღაცნაირად თქვენს პროფესიასთან არ გადის, მაგრამ ესეც გეხმარება. რაც რაღაც აი უკვე ინიციატივა გამიჩნდა, რომ რაღაც ყველაფრისგან გადაღლილი ჩვენთანაც ხო არის სპორტს ვიღლებით ფიზიკურად და აი აღარ გვინდა, მაგრამ გვაქვს მიზანი და აუცილებელია ჩვენ თავს არც ვეკითხებით, ეს გვინდა თუ არ გვინდა, ამას ავტომატურად ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია არის ეს და როცა ამ ყველაფრისგან გადაღლილები ვართ, შეგვიძლია დავძეთ და ეს რაღაცა გამოვიყენოთ, ეს ხატვა, რაღაც გონივრული სიმშვიდეები და ხო, როცა ფიზიკურად ეკლებ, რაღაც ბალანსი არის საჭირო, რომ რაღაც გონებაც რო დატვირთო იქ ფიზიკურად იგვრითები და რაღაც ბალანსი არის აუცილებლად საჭირო. აი ეს დაგეხმარებათ ჩვენს არის. ამიტომ მოკლედ ძალიან მოხარული ვარ და მივმართავ მაყურებელს, რომ აი ისეთი ორი სტუმარი მყავს, რომ არც ისეთი საშიშები არ ყოფილა. პირიქით ძალიან კეთილები ვართ, რაც თავია. ძალიან შვიდები არიან და ყველაზე მეტად აი რასაც ვაფასებ არის უბრალოება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ესე უბრალოებით მოხვედით, ესე დამაფასეთ, დრო დამითმეთ და ჩემგანაც მიიღეთ ის ენერგიები, რომლებიც გამოუშვი. ამიტომ მაყურებლებო, ესეთ ორ ჩემპიონთან ერთად გისურვებთ კიდევ და კიდევ ძალიან ბევრი მონდომებით მიგეღწიოთ ის წარმატებები, რაც ჩემმა ორმა სტუმარმა მიაღწია. აბა, კარგად. კარგად, შემდეგ სერიაში შევხვდებით.